წმინდა პაისი ათონელის გამონათქვამები იყო და ერთი ასეთი გამონათქვამი იყო. ერთ-ერთ მასთან მიმსვლელს ეუბნება. აი ხა როგორც თქვენ რომ მოდიხართ აქ. როდესაც ბერებთან მიდიხართო, აწარმოეთო თქვენი ასე რომ ვთქვათ ჟურნალი აწარმოეთო, რომ რა სარგებელს იღებთ იმ ბერთან რომ მიდიხართ და იქიდან რომ მოდიხართ, რა იცვლება თქვენში. და თუ სარგებელს არ იღებთო, მაშინ ნუღა მიხართო. ჩემთან რომ მოდიხართო, ჩემთანაც ესე გააკეთეთ. ანუ რომ მოდიხართ და ჩვენ რომ საუბრობთ თუ რაღაცა და თქვენ რომ მიდიხართ, თქვენ ცხოვრებაში თუ რაიმე არ იცვლება უკეთესობისკენ, მაშინ ნორც ჩემთან უღარ მოხვალთ. რატო ამბობ ახლა ამას იცით? თქვენ უნდა აკვირდებოდეთ თქვენს თავს, რომ თქვენ როდესაც აქ მოდიხართ და აქ რაღაცას ისმენთ, რამდენად იცვლება რაღაცა თქვენში სასიკეთოდ. და თუ ატყობთ, რომ ერთხელ მოხვედით არ შეიცვალა ორჯერ, 10ჯერ, 200ჯერ, მაშინ უნდა დაფიქრდე, იქნებ არ ღირს აქ მოსვლა, ან იქნებ რაღაცას ვერ ვაკეთებთ ისე, რომ ჩვენთვის ეს სარგებელი იყოს. გასმით? იქნება რაღაცა ან მხოლოდ ვისმენთ და არ ვითვალისწინებთ. მაშინ რა აზრი აქვს? და ამიტომ აი თქვენ უნდა აკვირდებოდეთ თქვენ თავს. რატო ამბობ ახლა იცით? დავუშვათ აი იქ როდესაც პარაკლისი მთავრდება და ზეთი უნდა ვიცხოთ. თუ მე სულ ერთი და იგივე განწყობა მაქვს, რომ მე მივიდე პირველი, მე ვიცხო ზეთი, იმიტომ რომ მე გამოვიქცე და აქ პირველი მე დავჯდე სკამზე, რომ სხვა არ დამასწროს. ეგ სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ქრისტიანულად ვიქცევით. ეგ ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობთ. აი გადაწყვეტილების მიღების დროს რამდენიმე რამეა, რაც უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი მთავარი. რა არის? რაზე ფიქრობ? შენს თავზე თუ სხვაზე? ღმერთი ადამიანად მოვიდა, იესო ქრისტე ადამიანად მოსული ღმერთია და მან თავის თავზე კი არ იფიქრა, როდესაც ის ადამიანად მოდიოდა. როდესაც ის ჯვარზე ადიოდა, ჯვარზე კვდებოდა, ჩვენთვის კვდებოდა. მან თავის თავზე კი არ იფიქრა. ანუ ქრისტიანობა, ჩვენ წეღავთ თქვით, ქრისტიანობა არის სხვაზე ფიქრი. ჩვენ სხვა დროს გვითხოვს, რომ ქრისტიანობა არის ქრისტესადმი მიბაძა. ეს ერთი და იგივეა. ჩვენ ქრისტეს ბაძავთ და ქრისტე სხვაზე ფიქრობს, ანუ ჩვენზე ფიქრობს. და აი ჩვენი, მოდი ეს გააჩერე, კარგი? ჩვენი გადაწყვეტილების მიღების დროს რაზე ვფიქრობთ ჩვენ? ჩვენზე, რომ მე ვიყო კარგად, თუ სხვაზე, რომ სხვა იყოს კარგად. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ სხვა იყოს კარგად, მაშინ ეს ჩვენი მხრიდან ქრისტიანული საქციელი იქნება, ქრისტიანული ფიქრი იქნება. მაგრამ ჩვენ თუ გულწრფელად ჩავიხედავთ ჩვენს გულში, გადაწყვეტილების მიღების დროს რაზე ვფიქრობთ, ძირითადად შეიძლება აღმოვაჩინოთ სამწუხაროდ, რომ ჩვენ გადავწონეთ, ჩვენს თავზე ფიქრმა გადაწონა სხვაზე ფიქრს. ეგ ნიშნავს, რომ აი მე ამას წინათ უსმენდი. ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო, აქ უკვე უწმინდესის და უნეტარესის შიო მესამის ინტერვიუ, ოღონდ ჯერ მაშინ იყო იღუმენი. წლების წინ ვამბობ ამას და ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო და იქ ეკითხებია პატარ-პატარა ესეთი მოკლე შეკითხვები და პასუხებია და ის ამბობს, რას უნდა ებრძოლოს ადამიანი საკუთარ თავშიო და მე ესე მახსოვს მან რაც თქვა, რომ საკუთარ თავშიო თავის პატარა კაცს უნდა ებრძოლოს. რა არის ეს პატარა კაცი, იცი? აი ხო გაგონიათ სიტყვა დიდსულოვანი. ადამიანში არის დიდი კაცი. ადამიანში არის პატარა კაცი. აი მაგალითისთვის ვიტყვი. ეხლა მე აქ იმიტომ დავხატ ეს დიდ, ესე ჩვენშია და ესეც შეიძლება ჩვენში იყოს. აი მაგალითისთვის ვიტყვი. დავუშვათ
აი ამ ცუნცულას ნამცხარი მოუტანეს. ეხლა ეს თუ იტყვის, რომ მოდი ჩემს დედმამიშვილს ნაკლები შეხვდეს და მე დიდი შევხვდეს. მაშინ ის როგორ მოიქცა, როგორც დიდი კაცი თუ როგორც პატარა კაცი. როგორც პატარა კაცი, ჩვენში არის პატარა კაცი. და ჩვენ, როდესაც ჩვენ თავზე ვფიქრობ და ასე ვიქცევით, აი ეს პატარა კაცი იმარჯვებს. დიდი კაცი როდის გაიმარჯვებდა, იცი, როდესაც შენ დაუთმობდი არჩევანს. შენ ამოირჩიე, რომელი ნაჭერი გინდა და მე ავიღებ მე. გესმით? აი მაშინ იმარჯვებს დიდი, როდესაც შენ გადაწყვეტ რომ სხვას რომ უნდა ეგრე გააკეთო, მაშინ დიდი კაცი იმარჯვებს. აი მაგალითისთვის ვიტყვი. მამამთავარი აბრაამი ყველას გაგონიათ. როდესაც ეგვიპტიდან ბრუნდებოდნენ, ის და მისი ძმისშვილი ლოტი ძალიან გამდიდრებულები იყვნენ. ბევრი ცხარძროხა ჰყავდათ. და მათ მწყემსებს საძოვრების გამო ჩხუბი მოსდიოდათ. აბრაამმა უთხრა თავის ძმისშვილს, აი აბრაამში ეს დიდი კაცი იმარჯვებდა ყოველთვის. აბრაამმა უთხრა თავის ძმისშვილს, რატომ უნდა მოსდიოდეთ საძოვრების გამო ჩხუბი ჩვენს მწყემსებს? აი გაიხედაო, ეს მიწავა შენს თვალწინარია. შენ თუ მარჯვენა მხარეს აირჩევ, მე მარცხნივ წავალ. შენ თუ მარცხნივ აირჩევ, მე მარჯვნივ წავალ. აი ეს იყო დიდი კაცის გამარჯვება. რატო იცით? თვითონ კი არ აირჩია, როგორც უფროსმა, როგორც ბიძამ, როგორც მის გამო იყო გამდიდრებული ლოტი. არამედ სხვას დაუთმო, შენ აირჩია. და რასაც შენ არ აირჩევ, არ მოგეწონება რა? იმას ავირჩევ მე. ანუ ნახეთ რა ჩათვალა. რასაც შენ არ აირჩევ, ესე იგი მე ღმერთმა ის მარგუნა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი მაგალითისთვის ვამბობ. დავუშვათ გოგონები არიან. და სადღაც მიდიან დაბადების დღეა თუ რაღაცა დები არიან ერთნაირი აღნაგობის დავუშვათ ერთნაირი მაისურებით, ერთნაირი კაბები რომ მოერგებათ ისეთ. თუ აი რომელიც იტყვის რომ თავის გულში გადაწყვეტს რომ მოდი ჩემმა დამ აირჩიოს ჯერ რომელი კაბა მოსწონს. თუ ჯერმან ჩაიცოს. ესე იგი მაშინ იმ დიდმა კაცმა გაიმარჯვა. მაგრამ თუ იქ ჭიდაობა მიდის რომ მე დავასწრო და მე ჩავიცვა ჯერ ის რაც მე მომწონს. ესე იგი ჩვენში იმ პატარა კაცს უნდა გაიმარჯვა. ან იქნება, ან შეიძლება ვაჟების შემთხვევაშიც იგივე მოხდეს. აი რაზეც კიდე წეღარ ვამბობდით. აი ზეთისხებაზე რომ მიდიხარ, შეუნდა თქვა, მოდი მე უკან დავდგები. მერე ვიცხებ ზეთს, ესე იგი შენში დიდმა კაცმა გაიმარჯვა. შენში სხვაზე ფიქრმა გაიმარჯვა და ესე იგი შენში ქრისტემ გაიმარჯვა. და ეგ არის ქრისტიანობა. ჩვენ შეიძლება აქ რომ მოვდივართ, აი ყველაფერი ზედმიწევნით ვიცოდეთ. ბიბლიაში ვინ რა როგორ რანაირად თუ ისტორიიდან თუ ლიტერატურიდან თუ რა ყველაფერი. მაგრამ აქ თავარი ცოდნა კი არ არის. აქ თავარი ამ ცოდნის სასიკეთოდ გამოყენება. თორე ეშმაკმა ყველაფერი იცის. აი მთელი ცხოვრება რომ აი სულ წიგნებში რო იზრდა ყველაფერი იმეცადინო, იმაზე მეც ვერ ისწავლი, ეშმაკმა რო იცის. იმდენსაც კი ვერ ისწავლი, ცოტათიც კი ვერ მიუახლოვდები, რაც მან იცის. მაგრამ მარტო ცოდნა არის? ცოდნა კი არ არის, იმ ცოდნის სწორად გამოყენება. როგორ ამბობს შოთა რუსთაველი, არავიქ მცოდნა რას მარგებს ფილოსოფოს და ბრძნობისაო. შენ თუ არ გააკეთე შენ ცხოვრებაში თუ არ განახორციელე რაღაც, მე რა ყველაფერი იცი. იმ ყველაფერს ფასი მაშინ ეძლევა, როცა შენ მას საქმეში ჩართავ. და როდესაც ჩვენ ქრისტიანობაზე ვლაპარაკობთ, ესე იგი, როდესაც შენი გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ის არის, ნეტა იმას როგორ უნდა და ისე გააკეთე. შენი თავი დააყენა უკან. გახსოვთ სახარებიდან ასეთი შემთხვევა იყო, ჩვენ გვისაუბრია ადრე ამაზე. მაცხოვარი ამბობს, რომ ქორწილში რომ დაგპატიჟებენო, ნუ დაჯდებიო საუკეთესო ადგილზეო. რომ არ მოვიდე შენი მასპინძელი და არ გითხრას მეგობარო,
ეგ სხვისთვის იყო განკუთვნილი და შენ იქით გადაჯექი, მაშინ რა მოხდება, იცი? შენ ადგებიო და შერცხვენილი ყველაზე ბოლო ადგილზე გადახვალ. მაგრამ შენ თუ მიხვალ ქორწილში და ყველაზე უკანასკნელ ადგილს ამოირჩევ და იქ დაჯდები და შენ გეტყვის მასპინძელი მეგობარო, აქსაც დამჯდარ ხარ, მოდი წინ გადმოვრძანდი. მაშინ შენ ყველას თვალში პატივი გექნება. და ესე ადამიანი საკუთარ თავს თუ საუკეთესოს განუკუთვნებს, იმას ბოლოს ყველაზე უკანასკნელი შეხვდება. მაგრამ თუ ადამიანი საკუთარ თავს არ მისცემს უფლებას, რომ საუკეთესო ამოარჩიოს, არამედ ყველაზე უდარესი, ყველაზე უკანასკნელი, მაშინ ესეთი ადამიანი ღმერთს მოსწონს, ესეთი განწყობა ღმერთს მოსწონს და ასეც ყველაზე წინ დააყენს. აი მაგალითისთვის ვიტყვი. კლასში დაუშვათ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ვიღაცას თავისი თავი სხვებზე კარგი ეგონოს. და ბოლოს გამოდის ხოლმე ისე, რომ ყველაზე უფრო შერცხვენილი ის გამოჩნდება ხოლმე. რაღაცა მოხდება ისეთი, რომ ვერაფერსაც ვერ მიაღწევს. მაგრამ ვინც ხებს დაუთმობს, აი ბოლოს ის არის ხოლმე ყველაზე დიდი. მე ადრეც მოგიყევით ერთ-ერთ მონასტერში ასეთი რამ მოხდა. ყურძენი მიართვეს წინამძღვარს. და ერთი მტევანი ყურძენი და მან თქვა, რომ მოდიო მე მოვითმენო და ერთ-ერთ სნეულ ბერს გავუგზავნო. მანაც მიიღო ეს ყურძენი და თქვა, მოდი მე მოვითმენ არ შევჭამ და სხვას გავუგზავნე. მანაც სხვას გავუგზავნე და მონასტერში უამრავი ბერი ცხოვრობდა. და არავინ არ შეჭამა. ყველა მიფიქრა, რომ მოდი სხვას გავუგზავნე და ერთმა მტევანმა შემოიარა მთელი მონასტერი და ბოლოს მივიდა ისევ წინამძღვრამდე. და წინამძღვარს გული სიხარულით აევსო. რატო აევსო სიხარულით, იცით? იმიტომ რომ ნახე როგორ უყვართ ბერებს ერთმანეთი, რომ ქრისტიანულად ცხოვრობენ თან. საკუთარ თავზე არავინ იფიქრა, არამედ ყველამ სხვაზე. ბოლოს რა მოხდა? ეს მტევანი დაანაწევრეს მარცვლებად და თითოეულ ბერს ერთი მარცვალი შეხვდა. და აი ამ ერთ მარცვალში უფრო მეტი იყო, ვიდრე იმ მთელ მტევანში. იგივე წმინდა პაისი ათონელის სიტყვებს გაგახსენებთ. ვინცო გემრიელის ნაცვლად უგემურს აირჩევს ქრისტესთვის, ანუ ქრისტეს გულისთვის უგემურს აირჩევს და გემრიელს სხვას დაუტოვებს. ესეთი ადამიანი ამ უგემურის მეშვეობით დატკბება ქრისტეთიო. ქრისტეთი დატკბება, ღვთის მადლი დაატკბობს მას. იმ ერთ მარცვალში, რაც მერე ყველამ გაიყვეს და ჭამეს, ღვთის მადლი იყო და ღვთის მადლი დაატკბობდა ადამიანს. შეიძლება მთელი ყუთი შეგეჭამა და ის მადლი არ ქონოდა. შეიძლება ერთი მარცვალი შეგეჭამა და ის მადლი ქონოდა. და ის სიხარული, გული სიხარული თავსებული. აი ამას შეასაკ. და ეს ყველაფერი, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, აი ეს არის მთავარი სასწაული ჩვენ, როდესაც აქ მოვდივართ. ჩვენ თუ ამ მიმართულებით არ მივდივართ, მაშინ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცა გზას ავწდით. შეიძლება ყველაფერი იცოდე, მაგრამ აი ქრისტეს გზით თუ არ მივდივართ, მაშინ ესე იგი გზას ავწდით. და წმინდა მამები ასეთ რამეს ამბობენ, თუ სხვაზე ფიქრი არ დაგიწყიაო, ესე იგი ქრისტიანობა არ დაგიწყია. ახლა ჩვენ ვკითხოთ ჩვენ თავს, როდესაც ჩვენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას ვიღებთ. მე თუ სხვა, მე თუ შენ, რაზეა ეს ფიქრი? ვინ არის აქ მთავარი? თუ მე ვარ აქ მთავარი, მე. ეგ არ არის ქრისტიანობა. მაგრამ თუ შენ ახარ მთავარი, თუ სხვა მთავარი და მის გამოკეთდება, ესე იგი ქრისტიანობა დაუწყია ადამიანს. მაგრამ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ეგ თავის უარყოფაზე გადის. შენი თავი უკან უნდა გადაწიო, ეხლა მე რთულად ვლაპარაკობ? არა, იგებ რამეს? თუ ვერ იგებ მითხარი ხოლმე, რომ გაჩერდი, ეხლა მეტი აღარ გააქვს. ეხლა ზოგი რამე თემა ისეთია, რომ ყველა ერთნაირად ვერ გაიგებს ასაკიდან გამომდინარე.
თუმცა მე მგონი მთავარი მაინც თქვით რომ ქრისტიანობა არის სხვაზე ფიქრი, სხვაზე ზრუნვა და არა მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვა. ერთი შეკითხვა შევხვდა, ესე იგი, მოდი ნანელა თან გადავიდე, მე დღეს ფიქრობდი რომ ანდაზები განგვეხილა, ძველ ქართულ ანდაზებში ძალიან დიდი სიბრძნე დევს, მაგრამ მოდი რადგან თქვენი შეკითხვები ამას მივყვეთ და თუ დრო დაგვრჩა, მე ისიც განვიხილოთ. როგორ დავძლიოთ შიში ან ნერვიულობა? ბავშვებო, ერთი რამე შეიძლება ითქვას, რომ შიში არის ურწმუნოების შედეგი და სიმამაცე რო არ გეშინია, უშიშარი რო ხარ, არის რწმენის ნიშანი. აი, წმინდა მოწამეებზე ასეთ რამეს ამბობენ, ალბათ თქვენც წაგიკითხავთ. უშიში, ანუ უშიშარი, ვითარცა უხორცო. ანუ ისეთი უშიშარია, თითქოს სხეული საერთოდ არ ქონდეს. ეხლა ასეთ რაღაცას რო აკეთებენ ხოლმე, მაგალითად, ხო გინახავთ, რომ ერთი ადამიანი უკან დადგება, მეორე წინ დადგება და ესე ხელები რო უნდა გაშალოს და რო უნდა გადავარდეს ხოლმე, ხო გინახიათ? დაუშვათ. რა დროს შემეშინდება მე უკან ესე გადავარდნის? თუ არ ვენდობ, ხო მართალი? ნახეთ, აი ზუსტად მან მინდა რომ თქვა. თუ მე ღმერთს ვენდობი, მე არ მეშინი. რისა უნდა მეშინოდეს? ღმერთი, რომელმაც სამყარო შექმნა, თუ ის მე ყოველ წამს მიყურებს და მას ისე უყვარვა, რომ ჩემთვის ჯვარზე გაეკრა, რისი უნდა მეშინოდეს? მაგრამ თუ არ ვენდობი, ის როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს. აი დავუშვათ, უკან ძალიან ძლიერი ადამიანი დგას, ისე რომ ორი ხელით კი არა, ცალი ხელითაც ბუმბულივით დაგიჭერს. მას შეუძლია რომ დაგიჭიროს, მაგრამ მე თუ აქ ვდგავარ და უკან ვერ ვხედავ და თან არ ვენდობი, მაშინ ვერ გადავარდები, ხო მართლა, შემეშინდებ. აქ მთავარი მის ძლიერებაზე კი არ არის, მთავარი საკითხი ეს. ჩვენ ნდობაზე, ანუ მე იმდენად ვარ უშიშარი აი ამ გადავარდნის დროს, რამდენადაც ვენდობი, ხო მართლა, იმდენად ვარ მამაცი და უშიშარი, რამდენადაც ვენდობი იმ ადამიანს. თუ მეშინი, ესე იგი არ ვენდობი. ესე იგი რა გამოდის აქედან? რომ არ ინერვიულო, უნდა ენდო ღმერთს. საკუთარ ძალებზე კი არ იყო დაყრდნობილი, არამედ ღმერთის ძალაზე იყო დაყრდნობილი და აღმოაჩინა, რომ ის იმედებს არ გაგიცურებს არასოდეს. აქ უკან ვინ დგას? იმას კი შეიძლება რაღაცა თავში მოუვიდეს და მაგრამ ღმერთი იმედებს არასოდეს არ უცურვებს ადამიანს. თუ ადამიანი ენდობ და სიმამაცე სწორედ რწმენის სიძლიერეს ნიშნავს. ვინც უფრო ძლიერია რწმენაში, ის უფრო მეტად არის მამაცი. ასე რომ ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს რწმენა, მოგვანიჭოს. ესეც უნდა ითხოვოს ადამიანი. ეს ისეთი რამეა, თუ ახლა ჩვენ ვითხოვთ რაღაც მატერიალურს და დროებით და წარმავალს, რწმენა არ უნდა ითხოვოს. ასევე სინანული უნდა ითხოვოს, რომ მოგვანიჭოს ღმერთმა სინანული, ძალა ყველაფერი, რასაც თulis ადამიანი, რის ნაკლოვანებასაც უნდა ღვთისგან ითხოვოს. და როგორც მოციქული იაკობი ამბობს, ღმერთი მისცემს ყველაფერს და არც დააყვედრებს. როდის მივდივართ ბანაკში, თუ იცითო, ჯერ არ ვიცით. მაგრამ გეტყვით წინასწარ. იმ ექსკურსიის თაობაზეც გეტყვით, ვინც მონაწილეობდა საუდგომო შეჯიბრებაში. თამაშის გამო რო ყველაფერზე წამხსვლელი ხარ, რა გავაკეთო? ცით რა არის? თქვენ უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს ღირსებას. ყველაფერზე წამსვლელი არ უნდა იყოს რაღაც უბრალო თამაშის გამო. თავარია მეორე ადამიანის პატივისცემა შეინარჩუნა. აი გამარჯვების გამო მეორე ადამიანს თუ უსამართლოდ მოექცევი, ეგ ნიშნავს რომ მართლაც ყველაფერზე წახვედი და უკვე უღირსის აქციელი. ჯობია დამარცხდე ღირსეულად, ვიდრე გაიმარჯვე უღირსად. თუმცა უღირსად გამარჯვებას თავისთავად ცხადია, ღირსეულად გამარჯვება ჯობია, მაგრამ ღირსეული დამარცხებაც კარგია და გამარჯვებაც. თუმცა გამარჯვება ჯობია. მაგრამ დამარცხებასაც ცოდნაოდ. აი როგორ მიხარია ხოლმე. ეხლა მე სპორტი ძალიან მიყვარს და
უყურებ ხოლმე რაღაც სხვადასხვა სახეობებს და ყველაზე მეტად იცი რა მიყვარს სპორტში. ერთი ადამიანი მეორეს რო ჩაეხუტება ხოლმე. გაიმარჯვებს თუ დამარცხდება, ბოლოს რო აი აშკაცურად ერთმანეთს. აი ხო არის ხოლმე რომ სულაც აი ბრძოლა წესების გარეშე ხო ჩხუბობენ. აი ხო როგორ ურტყამენ ერთმანეთს, მაგრამ იმ გონგის ხმა გაისმება თუ არა, ანუ რაუნდი დამთავრდა, მთელი შეხვედრა დამთავრდა, აი როგორ ჩაეხუტებიან ხოლმე ერთმანეთს. მათში ჩანს რომ ისინი ღირსეული პიროვნებები არიან ხოლმე. და იქ იმიტომ ჩხუბობენ რომ ეს სპორტია, მაგრამ ყველა შემთხვევაში ასე ხდება, არ ხდება ასე. ზოგჯერ რომ დამთავრდება ერთმანეთს უბღვერიან და რაღაცა ეს უღირსი ამბავი. მაგრამ ერთმანეთს რო ჩაეხუტებიან, ეგ სხვა ამბავი. ისეთ შეკითხვებს, რომელიც არ ღირს წაკითხოთ, არ ვკითხულობ. განავიმე შეურაცხყოფილად კი არ იგრძნოთ თავი, უბრალოდ მართლა ისეთია, რომ თუ დაგაინტერესდებათ, მერე თქვენ წაგიკითხოთ. დავით გარეჯში რატომ აწამებდნენ ბერებს და რატომ წითლდებოდა მთები? დავით გარეჯში 6000 ბერი აღდგომა ღამეს მოწამეობრივად აღესრულა. აი ქრისტეს სიყვარულისთვის თავი შეწირეს და მათ ქრისტე არ უარყვეს. და ეხლა მე არ ვიცი რას გულისხმობ მთების გაწითლებაში, მაგრამ 6000 ბერი რო ბერს რო თავს მოკვეთებ, მთები გაწითლდება, აბა რა იქნება ის სისხლი. ეხლა 100000 მოწამე რომ მეტეხის ხიდზე რო აწამეს, რამდენიმე დღე მტკვარი სულ წითელი მიდიოდაო, ასე ამბობ. უნდა ზიაროდეს თუ არა ქრისტიანს ადამიანის ევოლუციისა. ეს ცოტა მოზრდილების შეკითხვაა და ბავშვები ვერ გაიგებენ, მაგრამ რა ევოლუციის რა, რომ ადამიანი მაიმუნი იყო და ეხლა ადამიანია? არ ვიცი, ვინც თანახმაა რომ მისი წინაპარი მაიმუნი იყო და მე ადამიანია, ეგ მისი გადასაწყვეტია. მე მჯერა რომ თავიდანვე ადამიანი იყო ჩემი წინაპარი და იქიდან მოვდივარ. მე მჯერა რომ ღმერთმა რომ ადამი შექმნა 64-ში. აი მის თავმოვლები ვართ ყველანიდან. ვისაც ჯერა რომ თავიდან რომ შიმპანზე შეიქმნა და მე რაღაცეები მოხდა, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. უბრალოდ ვისაც ეს ჯერა, ეს მისი საქმეა. როგორ მოვიქცე, ეს ცოტა ესეთია, როგორც გიყვართ ხოლმე დამწრული. როგორ მოვიქცე, როცა ადამიანი მიყვარს, მაგრამ მას სხვა უყვარსო და დაიწყება არ შემიძლიაო. შესაწყარ. როგორ უნდა მოიქცე და უნდა დაივიწყო. თუ არ უყვარხარ, აბა რადგან? ადამიანი მარტო რწმენით გადარჩებაო? ბავშვებო, არსებობს ასეთი სექტანტური აზროვნება. უამრავი სექტა არის, ესე იგი, გაუკუღმართებული მოძღვრება, ქრისტიანობისაგან გადახვევა. ჩვენი პირობა გახსოვს? ამ ერთხელ დავივიწყე, რომ ეგ პირობა არსებობს. არსებობს სექტანტური ესეთი აზროვნება, რომ მარტო რწმენით გადარჩება ადამიანი. რას ქვია მარტო რწმენით გადარჩება? ეხლა მაგალითად, თუ გწამს, არ გააკეთებ ისე, როგორც გწამს, რწმენა საქმეებში ვლინდება. მე თუ მწამს, რომ უნდა იწვიმოს, სულ ცოტა ქოლგით მაინც უნდა გავიდე, ხო მართალია? და თუ გავედი და არც ქოლგა არ მაქვს და თან რაღაცა ნაჭრის ფეხსაცმელები მაცვია, ეხლა ვინმე იფიქრებს, რომ მე მჯეროდა, რომ უნდა ეწვიმა? ვერ იფიქრებს. სარწმუნოება საქმეთა გარეშე მკვდარია.
ზოგიერთი ამბობს ასე რომ თავარი აქ წამდეს, არც მარხვა გინდა, არც ლოცვა გინდა, არც ახსარება თუ ზიარება და ასე შემდეგ. ეს ტყუილია, ეს მცდარი. შენ უნდა გწამდეს და ამ რწმენის შესაბამისად უნდა ცხოვრობ. ეს არის ბარბარე, ესენი თუ ვერ ისვენებენ, მოხვიე და ორჯერ ვაპატიოს და მერე უკვე გარეთ გაასეირნე. ესე იგი ჰაერი უნდათ. ლოცვის დროს, როცა მეუფეშიოს ახსენებთ, ამბობთ ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი და რატომ? ის ხომ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტია. ბავშვებო, სანამ მეუფეშიო გახდებოდა პატრიარქი, კი ბატონო იყო სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი. ეს სამეგრელოშია, სენაკისა და ჩხოროწყუს. ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი იყო ჩვენი უწმიდესი პატრიარქი ილია მეორე. ცხედა თბილისის მთავარეპისკოპოსიც და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტიც ერთდროულად და ამავე დროს პატრიარქი. ეს არის დღევანდელი პატრიარქის სრული ტიტული. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხედა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი. და რადგან ახლა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი ყოფილი მიტროპოლიტი შიო უკვე არის კათოლიკოს პატრიარქი, ესე იგი ის აღარ არის სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, არამედ არის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და ამავე დროს ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი. ვიღაც ითხოვს სამი შენიშნის მერე გარეთ გაუშვათ, გთხოვთო. ორი უკვე აქვთ. როდესაც ადამიანს იმ განსაცდელს გამოატარებ, რაც თავად გამოვლილი გაქვს, ეს ყველაზე დიდი შეცდომაო? მე ვერ მივხვდი ბოლომდე. ეხლა თქვენ შეკითხვას, მაგრამ რატომ უნდა გამოატარო ადამიანი იმ განსაცდელს, რაც შენ გაქვს გამოვლილი? პირიქით, შენ თუ რაღაცა გამოვლილი გაქვს და ტკივილი იცი, უნდა იფიქრო იმაზე, რომ სხვა არიდო იმ განსაცდელს, პირიქით. რატომ უნდა გამოატარო? თუ რამე პედაგოგიური მიზანდასახულობის არ არის, რაღაცის გამო არ აკეთებ, რომ მას რაღაცა ასწავლო. მაშინ რატო? მარტო იმიტომ, რომ ტკივილი ნახოს, ამიტომ არ უნდა გამოატარო. თუმცა ჩვენ ვინ ვართ, ადამიანი ან განსაცდელს გამოატაროთ და ან რაღაცა პრობლემები შევუქმნათ. ადამიანს ისედაც ბევრია განსაცდელი. ჩვენ პირიქით, განსაცდელის დროს უნდა გვერდში დავუდგეთ. როგორ გავხდეთ მამაოს დამხმარეო? ალბათ ტიქაროსანს გულისხმობთ. ეგ თქვენი და თქვენი მოძღვრის პირადი ურთიერთობის ამბავია. მამაო, ბოლოს რატომ გვაძლევთ კანფეტებს? იმიტომ რომ მაინც უნდა გადავყაროთ ხოლმე და რაღა გადავყაროთ? თქვენ ჭამოთ, არ ჯობია? მაინც ფუჭდება ხოლმე, უნდა გადავყაროთ და სანამ გაფუჭდება, ვასწრებთ ხოლმე, რომ თქვენ გაჭამოთ. თუ ადამიანი გიყვარს, მისთვის ხომ ყველაფრის პატიება შეგიძლია. რამდენადაც გიყვარს, იმდენად შეგიძლია აპატი. აი მაგალითისთვის ვიტყვი. შეიძლება აი მოდი შენ ჩემთან. მოდი შენც დავით. დავუშვათ სიტყვაზე ვამბობ. დავუშვათ ეს ადამიანი მიყვარს. ეს რომ აი სიტყვაზე ვამბობ, დამეჯახოს და რომ წამაქციოს, იოლად ვაპატიებ. მაგრამ აი დავუშვათ დავითი არ მიყვარს და პირიქით გაღიზიანებული ვარ. დავით მოუდნავ თითიც რო შემახო, შეიძლება მთელი ამბავი ავტეხო. გესმით, ან ვინც გიყვარს და რამდენადაც გიყვარს, იმდენად იოლად უყურებ მის შეცდომებს. დავითმა კი არაფერი დამიშავა, ეს ისე თქვი. დაბძანეთ. შალიკო, მოდი აქ. როდიდან დაიწყეთ მღვდლობა? 2013 წლიდან. თუ ადამიანს პატიება არ შეუძლია, რით შეიძლება ამის გამართლება? იცით რა არის? როგორც შენ აპატიებ, ისე შენ გეპატიებ. ამიტომ უნდა ეცადო რომ აპატიო. პირველი
პირველი ნაბიჯი რა არის? მე ადრეც გითხარით, მეუფე ანდრიას შეხვედრა ქონდა მეთქი სტუდენტებთან და ძალიან ესე დამრჩა გონებაში რა. იგივე შეკითხვა დაუსვეს. მან რა თქვა, ნახეთ. აქ შეიძლება არ შეძლებაზე კი არ არის. ჯერ ყველაფერი დამოკიდებულია ნდომა არ ნდომაზე. გინდა თუ არ გინდა. გინდა რომ აპატიო თუ არ გინდა რომ აპატიო. ახლა თუ არ გინდა რომ აპატიო, მაშინ ყველანაირ იმას მოიყვან გარემოებას რატომ ვერ აპატიო. მაგრამ თუ გინდა რომ აპატიო, მაშინ ყველანაირ ძალას იხმარ და ღმერთიც მოგანიჭებს ძალას რომ აპატიო. თქვენ თქვით რომ ეს ეკლესია უნდა ააშენოთ. არ ვიცი რაზე ამბობთ ვერ გავიგე. რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩაუბაროთ ახსარება. ცით რა არის? მაგას ესე დადგენილი წესები და ნორმები არ აქვს, მაგრამ ადამიანი რაც უფრო ხშირად ამბობს ახსარებას, ხშირად ეზიარება, ეს მისთვის უკეთესი. რა უყოთ, აბა ვთქვათ 1-2 ანდაზა? აბა რა ანდაზა ვთქვათ? აი უცბად რა გაგახსენდათ ახლა. მოდი, აბა რა გაგახსენდათ? რამდენია? აბა? შიგნით ატლასი შიგნით. ახლა ტყუილები არ იყოს. გარეთ ატლასი? შიგნით 1000. რას ნიშნავს? პროცეული. აჰა, ესე იგი ეგრა გამოცანაა თუ ანდაზა? ანდაზა. კეთილი. ოჩას დავძან. აბა შენ რას? მოდი. ეხლა შენ გამოცანა გითხარი. მანამ ჩვენი მოიფიქრებს გიჟი ხიდს გადაიბირსო. სხვათა შორის ერთი ძალიან საყვარელი ლექტორი მყავს და მამა მაქსიმე ჭანტურია, აკადემიაში გასწავლიდა და მან მითხრა ასეთი რამ. მიყვარდა ხოლმე მასთან მისვლა საუბარი. მერეც, როდესაც სასულიერო სასწავლებელი დავამთავრე და ერთხელ უთხარი რომ მერიდებოდა რომ რაღაცა მივსულიყავი და თან ახლა ისე ხშირად კი არ მივდიოდი. შეიძლება გასულიყო წლები და მერე. მან მითხრა ასეთი რამე. სანამ ჭკვიანმა მოიფიქრაო, გიჟი ფონს გავიდაო. ანუ ნუ გერიდებაო, მოდიო. და მერე ეს სიტყვები ცხოვრებაში ძალიან მეხმარება. აი ზოგჯერ რო რაღაცა გერიდება რომ გააკეთო თუ თქვა. მაშინ გერიდება და დარჩები ისე. ამიტომ რაღაც სადღაც უნდა გადადგა ნაბიჯი, როგორც გიჟმა და გააკეთო. ხო? სხვადასხვა აი როდესაც წმინდა მამა პაისი დასაოჯახებელ ადამიანებზე ახან მაინც დამწვრები ხართ, ამასაც გეტყვი. ესეთ რამეს ამბობს. აი ხო არის ხოლმე რომ ზოგჯერ ადამიანს ძალიან გადაუცდება და აი მერე ვეღარ ოჯახდება, რაც დრო გადის, მერე ძალიან ბევრ წვრილმანს აქცევს ყურადღებას და ვეღარ ოჯახდება. პატარაობაში კი იოლია ამ ნაბიჯის გადადგმა. ეგ მესამე ხო არ არის, გოგოებო? გავთხილით, თორე თხოვნა იყო უკნიდან. ორი ადამიანი, ერთი ჭკვიანი და ერთი სულელი წავიდა მთაში. იქ ნახეს მთის მდინარე იყო გადასატოპი, ესე რომ ვთქვათ. აქ წვიმა მოუსწრო, მთაში მიდიან და წვიმა მოუსწრო და ესე იგი ნელ-ნელა დიდდება ამ მდინარის კალაპოტი. დიდდება და ამ ჭკვიანმა იფიქრა, მოდიო, წვიმა რო გადაიღებს, მერე გადავალ. ამ გიჟმა გატოპა და გავიდა, ცოტა ფეხი დაუსვერდა და გავიდა. ამ წვიმამ არა და აღარ გადაიღო. ეს მდინარე გადიდა და ეს ჭკვიანი მდინარის აქეთ დარჩა. იმ სულელმა ვითომ ერთ შეხედით გატოპა და გაიარა. ანუ ის რაზე ამბობს, იცით? უნდა გავბედო და გადადგა ნაბიჯი. თორემ მე ზოგი სამწუხაროდ მდინარის აქეთ რჩება, ანუ დასაოჯახებელი რჩება. მაგაზეა ლაპარაკი. ეხლა იგი მას არ ნიშნავს, რომ 16 წლის ასაკში ადამიანმა თავი დაადოს და წავიდეს და ცოლი მოიყვანოს. ეგ მაგას არ ნიშნავს. უნდა ჩამოყალიბებული იყოს ადამიანი. როდესაც ამას აკეთებს, უნდა გააზრებული ქონდეს. ეს ისეთი რამეა, ერთხელ უნდა გააკეთოს ცხოვრებაში.
ამიტომ ამას ძალიან დიდი დაკვირვება ჭირდება. თუმცა არც იმდენად დიდი, რომ მოხუცებულობაში თქვას, რომ ნეტა მაშინ მომეყვანაო ეს. არა ლუკან. კარგი ანდაზა, კარგი გამოცანა იყო. მოდი. შენ გამოცანა უნდა გითხრა თუ ანდაზა? ესე იგი ანდაზა. აბა. არ გამოცანა. აბა, მიდი აბა ჰარაც. წყალშია და ასვენდი. ხო, მიდი, სანამ დასველდება და ცოტა ხანი დაჯექი და მოვიფიქრებთ ჩვენ. არა, მოდი ანდაზები ვთქვათ, ანდაზები. წყალში თუ უკესველი იქნება და როგორ გადასვლდება? შენ რა გინდა რომ თქვა? მოდი. მოდი დღეს ანდაზების ჯერი იყოს. დღე მეხვალიე კაცსაო, თოვლი მოადგა კაცსაო. დღე მეხვალიე კაცსაო, ხო? თოვლი მოადგა კაცს. ანუ ეგეც დაახლოებით იგივეა. ჭკვიანის და გიზის ამბავი. ხო? ჭკვიანი ფიქრობს, მოდი ხო, არ უნდა გადადო. იცი რა უნდა გადადო? აი მაგალითად ვიღაცაზე რომ ხარ გაბრაზებული. უნდა თქვა რომ მოდი 1.5 საათის მერე ვეჩხუბები. მე 1.5 საათიც რო გავა, კიდე უნდა 1.5 საათით გადადო და მე შეიძლება აღმოაჩინო რომ მართლა თოვლი მოგადგა და შენი ცეცხლი ჩააქ. დამშვიდი. მე შეიძლება ზოგი ნანობს, ეხლა რო დამშვიდი, როგორ გავეჩხუბო? მაგრამ სიკეთის კეთება არ უნდა გადადო. აი, ცუდი კი უნდა გადადო. სიკეთე არ უნდა გადადო. ხო. ადლობა. მოდი. მართა, შენც გინდა რომ გითხრა? მოდი. აბა შეერასკო. უნდა სცილის სხვასაო, გადაგხდება თავსა. ო, აი ძალიან კარგია. რასაც დათესავ, იმას მოიმ. დაცინვას დათესავ, დაცინვას მოიმკი. არა? ადლობა, დავძანდი. მოდი მართა. აბა ცოტას მე მოვა. რო მოვიგოთ. მადლიქენი ქვაზედო და გაიარე წინდა ხდება. მადლიქენი ქვაზედო და გაიარე და წინდა ხდება. თუმცა მოდი ერთი პატარა ის შევიტანოთ. კი არ შევასწოროთ, ამას შესწორება არ ჭირდება. უბრალოდ ჩვენ იმის გამო კი არ უნდა ვქნათ მადლი რომ წინდა გხდეს. უბრალოდ ეს ბუნებრივად ესე მოხდება. თუმცა ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს რომ წინდა გხდეს. მოდი ლომო. აბა ლომი შენახარდა. აბა 9 ძმამ ერთი თხილის გული გაიყო. 9 ძმამ ერთი თხილის გული გაიყო. არა, თავსატეხი კი არ არის. თავსატეხი იცი რა არის? 9-ვე რო ფიქრობდეს, რომ მე შემხდეს ის ერთიო. ეგ არის თავსატეხი, თუ გაიყოფენ, უკვე თავსატეხი არ არის. ანდაზები, თავძანი, ანდაზები. ყუილს მოკლე ფეხები აქვს. თავის დროზე გამოაშკარავდება. შეიძლება სიბნელეში რამე გააკეთო, მაგრამ რო განათდება, ხო ყველაფერი ჩანს. შეიძლება, მოდი ერთი წუთი დამშვიდით. ეხლა ანეკდოტი ხო არ უთქვა. შეიძლება ადამიანი ფიქრობდეს. დაიღალეთ. მოდი მაშინ რახან დაიღალეთ ის გადასაყრელი კონფეტები რო გვაქვს, გამოიტანეთ და დაურიგოთ და გავასვენოთ. შეიძლება ადამიანი ფიქრობდეს, რომ რასაც აკეთებს დაფარულში დარჩება, მაგრამ ის აუცილებლად გამოაშკარავდება. დავძანდი, მადლობა. აბა ეგ ბავშვი მოიყვანეთ, მოდი. ფიცინ წამს ბოლო მაკვირვებსო. რაზე ეგ ნათქვა? რაზე ნათქვა? დედა ვითხრა.
დედამ გითხრა, რატო მამალი მოიპარე? მამალი მოიპარე? ორი კურდღლის მატევარი ვერცერთ ვერ დაიჭერსო. მართალია, დავძანდი. ბავშვებო, მოდი ახლა ამითი შევწყვიტოთ და მე გეტყვით. შემდეგი ორშაბათი რომ დადგება. ეხლა მე ვიცი რომ ბევრს გინდათ რომ თქვათ, მაგრამ ბავშვების დაღლილები არის. შემდეგი ორშაბათი რომ დადგება, თან გაიხსენეთ კარგი ანდაზები, თან მათი ახსნაც გაიხსენეთ, ეგ რას ნიშნავს? რომ მოხოთ, თქვენ ანდაზად თქვით და თან გამგვიმარტეთ, ეგ ცხოვრებაში როგორ შეიძლება რომ ჩვენ შეგვეხოს. მოდი ერთ რაღაცასაც გეტყვით. ხუთშაბათს არის დიდი საუფლო დღესასწაული. ამას ქვია ამაღლება. როდესაც უფალი აღდგომიდან მე-40 დღეს მისცემს ბოლო დარიგებებს თავის მოწაფეებს და ზეთისხილის მთიდან ზეცად ამაღლდება. აი ძალიან დიდი დღესასწაული. დამითი საფუძველი დაუდო ადამიანის ამაღლებას. ადამიანიც ღმერთთან ერთად უნდა იყოს მარადიულად. ავდგეთ, ჩვენ ღამით გვექნება წირვა, ამის თქმა მინდა და ავდგეთ ვილოცოთ.